ასე იწყება დილა ხირსის მონასტერში. ვიდრე ტაძარში ზარი დაირეკება და ღვთისმსახურება დაიწყება, აქ უკვე რამდენიმე საათია სეფისკვერს აცხობენ. პურს, რომელსაც მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მადლიანი მორჩილება იმის აღქმა და იმის განცდა, რომ შენი გამოცხარის სეფისკვერი გადაიქნება ქრისტეს სისხლდახორცად და მაკუნებელი ხდება ადამიანისთვის. ჩვენმე გამოცხარის სეფისკვერები უკვე იგზავნება ეპარქიაში სხვადასხვა ტაძრებისთვის. ფქვილი, წყალი, მარილი და საფუარი სეფისკვერის მოსამზადებლად საჭირო ძირითადი ინგრედიენტებია, თუმცა მართლმადიდებლური ტრადიციით თითოეულ მათგანს თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს. სწორედ ამიტომ მონასტერში სეფისკვერის ხობა დადგენილი წესით და დიდი პასუხისმგებლობით მიმდინარეობს. სეფისკვერი მძილება საფუარიანი ცომისგან, რომელიც ნიშნავს სულს, წყალი ნიშნავს ნათლობას და მარილი ნიშნავს ღვთისარწმუნოებას და სიძლიერეს. მაცხოვარ ჩვენ უფალი იესო ქრისტეს გააჩნია ორი ბუნება, ეს არის ღვთაებრივი ბუნება და ადამიანური ბუნება და ზუსტად სეფისკვერის განასახიერებს მაცხოვრის ღვთაებრივ და ადამიანურ ბუნებას. ყოველდღიური მორჩილების მიღმა კი ხირსის თითქმის 15 საუკუნოვანი ისტორია დგას. ისტორია, რომელიც გადმოცემით ერთ-ერთი ასურელი მამის, ხირსის სტეფანე ხირსელის საქართველოში მოსვლას და ამსავანის დაარსებას უკავშირდება. საქართველოს ღვთისმშობლის წილხედრია მე-6 საუკუნე, ეს იყო ძალიან რთული პერიოდი საქართველოსთვის, იყო მცდელობა, რომ ცრუ ქრისტიანობა შემოეტანათ. ამ დროს წმინდა იოანე ზედაზნელს ეუწყა, რომ მოწაფეები უნდა გასულიყვნენ საქართველოში და ეკადაგათ ქრისტიანობა და ასევე უნდა დაეფუძნათ მონასტრები. აი წმინდა სტეფანე ხირსელი მობრძანდა აქეთ და დაარსა ეს მონასტერი, მამათა მონასტერი. მცირე სავანეთ დაარსებული ხირსის მონასტერი დროთა განმავლობაში კახეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სულიერ ცენტრად იქცა. ტაძარი არაერთხელ შეიცვალა. ბაზილიკას მოგვიანებით გუმბათი დაემატა. სხვადასხვა პერიოდში კი ეკლესიას არაერთი აღდგენა და რეკონსტრუქციაც ჩაუტარდა. თუმცა მიუხედავად მრავალი ცვლილებისა, აქ დღემდეა შემორჩენილი უძველესი ნაგებობის ნაწილები, იმ დროის კვალი, როდესაც ხირსის მონასტრის ისტორია იწყებოდა. შემორჩენილი არის უშუალოდ მე-6 საუკუნის აი დედაბოძები, რასაც ხედავთ და საკურთხეველში კუთხე. ეს თვითონ ტაძარი მე-6 საუკუნეში ასეთივე გრძელი იყო, ოღონდ იყო ბაზილიკური. შემდეგ უკვე კახეთის მმართველებმა მე-9 საუკუნეში გუმბათი დაადგეს. არის სამი საკურთხეველი, მთავარი წმინდა სტეფანე პირველ მოწამე პირველ დიაკონის, გვერდით გვაქვს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი და წმინდა ნიკოლოზის ეკვდერი. ხირსის მონასტრის მრავალსაუკუნოვან ისტორიას არაერთი მძიმე პერიოდიც ახსოვს. მტრის შემოსევებმა, ნგრევამ და მოგვიანებით საბჭოთა რეჟიმმაც თავისი კვალი დატოვა. 1924 წელს მონასტერში ღვთისმსახურება შეწყდა და სავანე თითქმის 7-10 წლეულის განმავლობაში დაცარიელდა. 1928 წელს დახურეს მონასტერი, ბოლო ბერი გააძევეს აქედან, დღეს მოსახლეობა იხსენებს აქ მოდიოდნენ და გასართობი მოედანი ჰქონდა, ტაძარი ღია იყო, სხვა რაღაცეებისთვის იყენებდნენ. დიახ და შემდეგ პატრიარქი ილია მეორის კურთხევით აქეთ გამოგზავნილი იყვნენ მამები და ბოლოს უკვე 2005 წელს თვითონ არქიმანდრიტი ლაზარე, მაშინ გველმონაზონი იყო, ჩამოვიდა და აი უკვე დაიწყო აქ ცხოვრება მონასტრული. მტრის შემოსევების დროს წინაპრები ცდილობდნენ გადაერჩინათ ის, რაც მათთვის ყველაზე ძვირფასი იყო, სიწმინდეები და ტაძრის საგანძური. სწორედ ამიტომ ხირსის მონასტერში დღემდეა შემორჩენილი საიდუმლო სივრცეები, ოთახები, სადაც საფრთხის დროს სიწმინდეებს მალავდნენ. საქართველოს უძველეს ტაძრებში არის საიდუმლო ოთახები. აქ რამოდი 4 ოთახია თუ არ ვცდები. ერთ-ერთი აგერ არის. ჯაჭვით ავიდოდნენ, ყველაფერს შეინახავდნენ შიგნით, რაც წმინდა ნაწილები არის ტაძრის და იმას ქვებით ამოაშენებდნენ. ამიტომ უკვე მტრისთვის დაფარული იყო და ჩვენს მონასტერს ჰქონდა დამცავი კედლები. მტრის შემოსევების დროს შეიძლებოდა დაცვა ტაძრის. მეფე ერეკლე მეორე ქაგროვებდა ჯარს, რომ გასულიყო მტრის შესახვედრად საბრძოლოდ რომ გასულიყო. დღეს ხირსის მამათა მონასტერში კვლავ ინახება ის სიწმინდეები, რომლებიც ამსავანის განსაკუთრებულ მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს
ღირსი სტეფანე ხირსელის საფლავი. ამ ადგილს მორწმუნეები განსაკუთრებული პატივით მოილოცავენ. მონასტერში ამბობენ, რომ წმინდა მამის მეოხებით არაერთ ადამიანს მიუღია სულიერი ნუგეში და შეწევნა. 500 წელი არის რომ ეს ტაძარი დგას და მტერმა ვერაფერი ვერ უყო და აქედან ჩანს მისი ღვაწლი. ჩვენ ეჭვიც არ გვეპარება რომ ეს სასწაულმოქმედია და დღეს ბევრი ვიცით ვინც უშვილოებს შეეწია, ვიღაცას 13 წელი არ ყავდა შეეძინათ, ვიღაცას 6-7 წელი და მოდიან მადლიერებით. ღირსი სტეფანე ხირსელის საფლავი მონასტრის ერთ-ერთი მთავარი სიწმინდეა, თუმცა ტაძარი სხვა მნიშვნელოვან სიწმინდეებსაც ინახავს. შიგნით საკურთხეველში არის ჯვარი, მაცხვარი რომელ ჯვარზეც იყო ესე იგი გაკრული იმის ნაწილი. კიდევ არის შიგნით ტაძარში ღვიმელის ნაწილი, უკრაინიდან იქნა გამოგზავნილი წმინდა სტეფანე ხირსელის ნაწილი. არის წმინდა მამა სპირიდონ ტრუმოფეტელის წმინდა ნაწილი ბაჩუჩები. ეს არის მე-16-17 საუკუნის წმინდა მამა სტეფანე ხირსელის ფრესკა. მე-19 საუკუნეში ტაძრები შეღებეს თეთრად. და მარტო სახე დატოვეს. შემდეგ აქ, როდესაც ტარდებოდა ესე იგი რესტავრაცია, ეს სახე იქნა მოხსნილი, ასე რო არ დაზიანებული. ხირსის მონასტერში დღესაც ყოველდღიური ცხოვრება იმ წესით მიმდინარეობს, რომელიც ბერების ლოცვას, შრომას და მორჩილებას აერთიანებს. შეგვიწყავენ ჩვენ რამე თუ მოწყალე და დასმოყალე ერთი ხარდა, შენ დადიდებას აღავლეთ მამისა და ძისა და სულისა წმინდისა, აც დამალადისა უკუნითი უკუნისამდე. ამ გზას თითოეული ადამიანი საკუთარი გადაწყვეტილებით უერთდება. ზოგისთვის ეს არჩევანი წლების ფიქრის შემდეგ მოდის. ზოგისთვის კი ბავშვობიდან იწყება. ჩემი მოსვლა მონასტერში მოხდა 2011 წელს, მაშინ ვიყავი 15 წლის ასაკში, ამ სკოლის პერიოდში მოვედი მონასტერში. მაინტერესებდა ბავშვობიდანვე მონასულის ცხოვრება. ერული ცხოვრება არის თვითუარყოფა საკუთარი თავის მორჩილება, საკუთარი ნების მისცემა ადამიანისთვის, რაც ძალიან რთული არის. უფალი გვანიჭებს სიმხეილს, სიტყვას და სიხარულს და ბედნიერებას, რომ ეს ყველაფერი გვავიწყდება და ეს ყველაფერი განქარწყლდება, ასე ვთქვათ და ამ მადლით აღსავსენი ვართ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მდებარე მონასტერი კახეთის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა. აქ მოსულს ისტორიულ ტაძართან ერთად ბუნების სიმშვიდეც ხვდება. და ალბათ, აქედან წასვლის შემდეგ ყველაზე დიდხანს სწორედ ეს განცდა მიყვება.